საქალაქო სასამართლოში დღეს 10-მდე პროცესი გაიმართა. სამოქალაქო აქტივისტების ნაწილი ეხებოდა გზის ხელოვნურად გადაკეტვას, ნაწილი კი ტროტუარზე დგომას. აქედან ორი დასრულდა პატიმრებით, ორ-ორი დღით გაუშვეს ქალი აქტივისტები იზოლატორში. მათ შორის ერთ-ერთი იყო სწორედ ანუკი ჩრდილელი. დედა არ ინერვიულა. სწორედ ამ სიტყვებით ჩაჯდა ქალი დაკავების ავტომობილში. მან თავადვე დარეკა და პოლიციას ელოდებოდა დაახლოებით 2 საათის განმავლობაში საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე. ასევე დანარჩენ პროცესებს რაც შეეხება მათი ნაწილი დასრულდა სიტყვიერი გაფრთხილებით, ნაწილი კი ან უვადოდ გადაიდო, ან დაახლოებით 2 კვირის ვადაში ჩატარდება. სამოქალაქო აქტივისტები დარწმუნებულები არიან, რომ ქართული ოცნება არ გაჩერდება და იქამდე ეცდება მშვიდობიანი დემონსტრანტების დაშინება, სანამ საბოლოოდ ბოლოს არ მოუღებს იმ პროტესტს, რომელიც 500 დღეზე მეტია დედაქალაქის მთავარ გამზირსა და თბილისის სხვადასხვა წერტილებში მიმდინარეობს, თუმცა რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს სასამართლოს, მათთვის არის სულ ერთი, იქნება ეს სიტყვიერი შენიშვნა, იქნება ჯარიმა თუ პატიმრობა, ნებისმიერ შემთხვევაში ბრძოლა, აქციები და პროტესტი გრძელდება. ცეცხლი ოლიგარქიას! ცეცხლი, დედა არ ინერვიულო. 15 წუთს წინ გამოვიძახ საპატრულო ეკიპაჟი, მოსამართლეც ეკვალა შემიფარდა ორდღიანი პატიმრობა, გზის გადაკეტვა 7 მარტის. სოლიდარობის ნიშნად, პატიმრების სოლიდარობის ნიშნად კეტავდი გზას, გადავკეტავ სამომავლო და ესე იქნება ეს ჩემი ხვიდა. 7 მარტის მარშის ძალა ერთობაშია მარშის შემდეგ 17 წუთზე ვდგავარ ბასლაინზე დაახლოებით 6-7 წუთის განმავლობაში და ეს ჩამეთვალა გზის გადაკეტვით. ველოდები საპატრულო ეკიპაჟს 3 წუთებში და არ ვიცი ჯერჯერობით სად გადამეყვანენ. მე დავებიან 17 დეკემბრის ტროტუარზე დგომის საქმეს. ძალიან კომიკურია თავისთავად და ეს დღე მახსოვდა კიდევაც, რადგან დღესასწაული იყო, ბარბარობა და დავდიოდი ვნახულობდი თანამებრძოლებს. არანაირად არ ვქმნი დაბრკოლებას, ეს არის რეპრესიული მანქანის ერთ-ერთი გამოვლინება ისევ და ესე იგი გაგრძელდება პროტესტი აუცილებლად. ჩვენ რა თქმა უნდა ვერ შეგვაშინებს ვერც რამდენიმე დღით დაპატიმრება და ვერც საერთოდ მსგავსი რეპრესიები. საქალაქო სასამართლოში ინტენსიურად თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს პროცესები ტროტუარზე დგომასთან და მათ შორის გზის გადაკეტვასთან დაკავშირებით. სამოქალაქო აქტივისტებისთვის ეჭვგარეშეა, რომ ამ ყოველფრით ქართული ოცნება ცდილობს მათ განეიტრალებას. ეს გზის გადაკეტვის ნაწილი განსაკუთრებით ყურადსაღებია მათთვის, რადგან იმ გონივრულად ესახება რამდენიმე წუთს, როდესაც მარში ბრუნდება ხოლმე რუსთაველის გამზირზე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე და სანამ ისინი გადაინაცვლებენ ტროტუარზე, დაახლოებით 15 წუთამდე პერიოდს ჩერდებიან და ყონდებიან ეგრეთ წოდებულ ბასლაინზე. ამის მიუხედავად იმისა, რომ პოლიციის მოწოდებას ხშირ შემთხვევაში დაუყოვნებლივ ემორჩილებიან, მაინც იბარებენ მათ ერთმანეთის მიყოლებით სასამართლოში და ხშირ შემთხვევაში ეს პრეცედენტები რამდენიმე დღიანი პატიმრობით სრულდება. პირდაპირ ეთერში ხატია სამხარაძე საუბრობდა.